მოგესალმებით ყველას, მე ვარ თამუნა და ეს არის ჩემი YouTube არხი მეცხრე ვლოგი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ქსოვაზე და ქსოვასთან დაკავშირებულ თემებზე. თუ თქვენთვის ეს ყველაფერი საინტერესოა, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები. ახლა კი ვიწყებთ ახალ ვიდეო ვლოგს, სადაც მე თქვენ გაგიზიარებთ ყველა დასრულებულ პროექტს, რაც მაქვს ამ ეტაპზე და ახალ დაწყებულ ნივთებს. ასევე გეგმაში რისი დაწყება მაქვს. დავიწყებ იმით, რაც დავამთავრე, რომ უფრო მეტად ქრონოლოგიურად იყოს, იმიტომ რომ წინა ვიდეოდან მოყოლებული აქტიურად ვიმუშავე შეკვეთის დამთავრებაზე, რადგან პრიორიტეტში მქონდა ამ შეკვეთის დამთავრება, ჩაბარება და ახალ ეტაპზე გადასვლა. და თან ყველაფერთან ერთად ეს იყო მუქი ფერის ჯემპრი, რაზეც საკმაოდ რთული იყო მუშაობა იქიდან გამომდინარე, რომ დღის კონკრეტულ მონაკვეთებში ვახერხებდი ამას და პლუს ამას მხედველობის პრობლემიდან გამომდინარე, ანუ მიჭირდა დიდხანს მუშაობა და დანახვა რას ვაკეთებ. ჩავრთავ პატარა ნაწყვეტებს, რაც გადავიღე და ბოლო კადრებს გაგიზიარებთ უკვე დასრულებულს და დაგიბრუნდებით, რომ შევაჯამოთ რა დავხარ რამდენი რა წამივიდა და როგორ გავართვი თავი. ცოტა განათება არ გვივარგა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ პატარა ჩართვა გამეკეთებინა. ანუ მაგ რაღაც სიახლეები, რაც მინდა რომ გაგიზიაროთ. ესე პირველ რიგში გავყიდე საქსოვულ მანქანა და დღეს წაიღეს უკვე იმედი მაქვს, რომ გამოადგება ვინც შეიძინა. და იმაზე მეტად გამოადგება, ვიდრე მე გამოვიყენე. მეორე ის, რომ თეთრი კომბინეზონის კომპლექტი, რაც გაჩვენეთ წინა ვიდეოში, დავასრულე და დღეს გავგზავნე უკვე ეხლა აქტიურად მუშაობ აი ამ შავ ნივთზე და როგორი დამღლელია შავი ნივთის ქსოვა, აი თვალები ხომ ეტკინა. განწყობის კუთხითაც ხო ან დავითრგუნი ამდენი შავით. მე ის ფაქტი რომ თითქოს და არ მთავრდება, ანუ ეგეც მღლის. ეს ამდენი კვადრატები ყველა სათითაოდ უნდა გადაავა ერთმანეთს, მე ჯემპრია და შესაბამისად გადაბმამარტო არ ყოფნის, ანუ იღლის ჭრილი უნდა გაკეთდეს კარგად, უნდა გაკეთდეს ზურგის დახრა, მხრების დახრა, ზურგის არეში რო ჭრილი იყოს, რომ არ გადაკაჩოს წინა ნაწილი, მოკლედ იმდენი ნუანსია გასათვალისწინებელი. სქემა რა თქმა უნდა არ მაქვს, ანუ ქსოვ მთლიანად გონებიდან და ვტანჯულობ აი ამ ნაქსოვის გადაბმაში. ერთი სული მაქვს, როდის დავამთავრებ ამ შეკვეთას. ამ შეკვეთაში კიდევ არის კიდევ ერთი ნივთი, რომელიც მოსაქსოვი მექნება. ეს არის თავშალი, რომელიც რეალურად უფრო მაგიდის გადასაფარებელის პრინციპით იქსოვება, აჟურული ნაქსოვია, ყაის ნახით. და მერე უკვე უნდა აი ამ წრიულ ფორმას მივცე მრგვალი, ამ მრგვალ ფორმას მივცე ოთხკუთხედი ფორმა, რომ აი თავზე კომფორტული იყოს გაკეთება. ჯერჯერობით წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოვქსოვ, მაგრამ ის ვიცი მარტო, რომ მოსაქსოვია. მოკლედ მუშაობ აი ამ შავ ნივთზე და თან არ ვიცი რა დამემართა, ანუ ზოგადად ახალ ნივთებს, რაც მანამდე არ მომიქსოვია ხოლმე, რომ ვიწყებ ყოველთვის სწორად ვერ ვთვლი რა რაოდენობის ძაფი შეიძლება დამჭირდეს მithumetes ნივთი, რომელიც არ მომიქსოვია და ამ შემთხვევაში აბცდი 200 გრამით. 200 გრამით ავცდი. იმ რაოდენობას, რაც გავაჟღერე დამკვეთისთვის.
ორი ცალის ღირებულება დავამატებინე, დანარჩენი ამუქექე საკუთარი ნარჩენებიდან, რაც კი მქონდა. ერთი მაღაზიაში ვიპოვეთ პატარა გორგალი, რომელმაც 1 კვადრატი მოქსოვა, მერე ჩემმა მოსწავლემ დამიმატა რაღაც რაოდენობა და მოკლედ მოვაკოწიწე 100 გრამი. მაგრამ აი ეს ფაქტი, რომ ვერ დავთვალე სწორად, რა რაოდენობა დამჭირდებოდა, ცოტა არ იყოს მწყინს, მაგრამ მეორე მომენტში ვფიქრობ იმაზე, რომ ანუ შეუძლებელია ყველაფერი იცოდე და ყველაფერი წინასწარ გათვალო, ასე რომ შეიძლება მაგაზე არ ვინერვიულო. ანუ ვაძლევ ჩემ თავს უფლებას, რომ მაგაზე არ ვინერვიულო. უბრალოდ ეხა ამ რიგს გავაკეთებ და ეს ნაკსოვი უნდა გადავდო გვერდზე, იმიტომ ფიზიკურად დავიღალე. აი ამ სიშავით რაღაცა ფერადი მინდა. მაგრამ ჯერ არ ვარ მზად, რომ დავიწყო ამ შეკვეთის კიდე ერთი კომპლექტი, რაც არის მოკლედ მოსაქსოვი. ამ კომპლექტში კიდე ერთი დეტალი, რაც არის მოსაქსოვი, ჯერ არ ვარ მზად იმის დასაწყებად, იმიტომ რომ, დაღლილად ვგრძნობ თავს. დღეს უკვე არის 22 იანვარი. რამდენიმე წინა დღე არაფერი არ გადამიღია, ანუ ვიდეო გამოვიდა 19-ში და 19-დან მოყოლებული დიდად არაფერი არ გადამიღია, იქიდან გამომდინარე, რომ ცოტა დასვენებაც მინდოდა კამერისგან. პლუს ამას დიდად არც არაფერი მქონდა, რაცაც გაგიზიარებდით. ერთადერთი ის ფაქტი, რომ თეთრი კომბინეზონის კომპლექტი დავამთავრე და ესეც როგორც დასრულებულს, ანუ ვიდეოებს ჩავრთავ, როგორ გამოიყურება და მეორე განვითარება მაქვს ეხლა აი ამის აწყობის პროცესი, რომელიც იმდენად არა ფოტოგენურად და იმდენად ულამაზოდ გამოიყურება, რომც გავშალო ეხლა და გაჩვენოთ, ანუ ეჭვმეპარება ვინმეს მოეწონოს ეს ნივთი სანამ არ დასრულდება. რომ დასრულდება და უკვე რაღაცა ისეთ იერსახეს შეიძენს, რომ იკითხებოდეს რა ნივთია, რა დეტალებია, მერე უკვე შეიძლება იმაზე საუბარი მოგწონს თუ არ მოგწონს. ეხლა ჯერჯერობით მე თვითონ არ მომწონს და ანუ სხვას რა უნდა მოეწონოს. მოკლედ ესეთი მდგომარეობა დღის მაგალითზე. ხვალიდან მივდივარ ისევ სამსახურში. 6 დღე ვისვენებდი, მაგრამ რეალურად ყოველ დღე სამსახურში ვიყავი. არც ერთი დღე არ გამომიტოვებია. ანუ ყოველ დღე იყო რაღაცა მიზეზი, რის გამოც მივდიოდი. პლუს ამას მოსწავლე მყავს ახალი, რომელთანაც ჩემ არასამუშაო დღეებში უკვე 2 გაკვეთილი ჩავატარეთ და შესაბამისად მომიწია მისვლა. პლუს ამას იყო მომენტები, რომ შეკვეთა მქონდა გასაგზავნი, მინდოდა ფოტოების გადაღება მაღაზიაში და მივედი ამის გამო და მოკლედ არც ერთი დღე არ ჩამიგდია. ყოველ დღე იქ ვიყავი დასვენების ნაცვლად. და ახლა 3 დღე მაქვს ზედიზე და სამუშაო. და ისედაც ფიზიკურად, ანუ იქ უნდა ვიყო ამჯერად უკვე დილიდან დაღამებამდე. ეხლა თუ იყო შესაძლებლობა, რომ შუა დღეს დილით მივსულიყავი, შუა დღეს წამოვსულიყავი და დანარჩენი დრო იყო ჩემგან გარკვეულებაში, ახლა 3 დღე ვიქნები ქუჩაში ვიღაცის მანქანა სიგნალიზაცია აქვს ჩართული და ფონად ისმის ხმა. მოკლედ 3 დღე ვიქნები იქ ამ ხელა ნივთის წაღებელს ფიზიკურად ვერ შევძლებ, ანუ ამ ხელა რაღაცის ტარება ყოველ დღე წაიღე, წამოიღე, ამიტომ ეს ნივთი იქნება სახლში სამუშაო და ვფიქრობ, რომ დავიწყო რაიმე სხვა ნივთი, მით უმეტეს, რომ მინდოდა გადამეღო და მინდა კიდევაც გადავიღო სტარტების კვირეული, სადაც მინდა დავიწყო ნივთები, რომლებიც იქნება ჩემთვის ან ჩემი ოჯახის წევრებისთვის. და არა შეკვეთით, ამიტომ ვფიქრობ რაღაცა ძაფებს წავიღებ ნიმუშების საქსოვად. რატომაც არა, ბაბინებიდან მინდა რაღაცის უკვე დაწყება იმ ბაბინებით, რაც წინა ვიდეოში გაგიზიარეთ და მინდა ნიმუშის მოქსოვა, რომ რამდენად ღირს ერთ წვერში მუშაობა, ხო არ ჭირდება კომბინაციაში რაიმე სხვა ძაფი და თუ ჭირდება, რა სისქის უნდა იყოს ეს ძაფი, საკმარისია მოხერი აბრეშუმზე დავამატო თუ რაიმე სხვა ძაფია საჭირო, რომელიც უფრო მეტად გამისქელებს. ასე რომ ეს ყველაფერი არის მოსაფიქრებელი. პლუს ამას, რაც მინდა რომ გაგიზიაროთ, მოკლედ YouTube-ზე, თუ სადღაც Instagram-ზე, არ მახსოვს, ვნახეთ ვიდეო, სადაც ქალბატონი
საერცხო მანქანაში დაპატარავებულ ნივთს რეცხავს თმის კონდიციონერში 24 საათის განმავლობაში ტოვებს ესეთ წყალში, სადაც არის ძალიან დიდი რაოდენობით თმის კონდიციონერი და დიდი რაოდენობით რო ვამბობ გულისხმობ მთლიანი ფლაკონი ჩაასხა წყალში და მერე რო იღებს ნივთს გამოსდის თითქმის დაბრუნებული საწყის ზომაზე. მქონდა ნივთი, რომელიც მოქსოვის მერე არასწორად გავრეცხე, იმიტომ რომ არ მქონდა გამოცდილება ამ ძაბთან ურთიერთობის ეს ამდენიმე წლის წინანდელი ამბავია, მოკლედ და ანუ არც ერთხელ არ მისმია ზუსტად იმიტომ რომ იყო დაპატარავებული. გადავწყვიტე რომ მსგავსი მეთოდით გამერეცხა, ჩამელბო აი ამ კონდიციონერის მასაში და გუშინ ეს ყველაფერი გავაკეთე, დღეს უკვე უნდა გავრეცხო და დავდო გასაშრობად. სამწუხაროდ არ მაქვს გადაღებული მანამდე როგორ გამოიყურებოდა ეს ნივთი, თუმცა მაქვს რაღაც ფოტოები და ვიდეოები ძველი, ამოვქეკავ იმას აუცილებლად და გაგიზიარებთ როგორი იყო ზომაში და როგორი გახდა აი ესეთი რეცხვის შემდგომ. ნახოთ რა გამოვა, თუ მუშა ტექნიკა არის, როგორც ვარიანტი, სხვა დროს გამოვიყენებ ხოლმე რაღაცა მსგავსი ნივთების გადასარჩენად, რადგან მაგალითად არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩემი საყვარელი ჯემპრი ნაწნავებიანი, რომელიც დახურულ ჯგუფში ვქსოვე, არასწორად გავრეცხე და შემთხვევით მოხვდა იმ რეჟიმზე, რომელზეც არ უნდა მოხვედრილიყო, ღამე შევაგდე სარეცხი და სინათლე არ მქონდა ჩართული და თურმე ეს ჯემპრიც დანარჩენ სარეცხთან ერთად იდო გასარეცხად. და არ მახსოვდა, მოხდა ჩვეულებრივ სინთეტიკის რეცხვაზე ეს შალის ჯემპრი და იქიდან გამოვიღე ძალიან დაპატარავებული, თითქმის 3 ზომით დაპატარავებული და ვაჩუქე ჩემს ბიძაშვილს. უფრო პატარა ტანის არის ვიდრე მე და მოირგო. თუმცა არა, მაგას არ უნდა უფრო ხა ბიძაშვილს ვაჩუქე ჯემპრი, ან მაგაზე კი არ არის საუბარი. ზოგადად ფაქტი, რომ არის მომენტები, როდესაც არასწორად ვრეცხავთ ნივთებს და თუ არის შანსი, რომ ესეთი ნივთები გადავარჩინოთ. რატომაც არა. მოკლედ. რა თქმა უნდა, ხაშავდა და ჩამუქდა და განათება საერთოდ არ ვარგა და გარეცხვამდე ძალიან პატარა ნივთი ჩანს, თუმცა გარიცხვის მერე ეს ყველაფერი უნდა გაიშალოს, იმიტომ რომ ძაფია ეგეთი, რომ ცოტა იწელება. მოკლედ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ცოტა გაწელვა დაარბილებს პირველ რიგში და გაადიდებს ნივთს. ესე გამოიყურება, მაქვს რამდენიმე ვერტიკალური და ჰორიზონტალური ნაკერი გასაკეთებელი და მერე აი ამ რაოდენობა ძაფით უნდა გავაფორმო საყელო მანჟეტი და რეზინი და თუ არ მეყო, ნუ კიდევ ერთი დავიმატო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამჯერად უკვე უნდა მეყოს. ეხლა დროებით პლუს ამას აი ეს ადგილი კვადრატი რო არის, ჩასარღვევი მაქვს აი ეს წინა ნაწილი, აი ესენი და მანდ მაქვს გასაკეთებელი რამდენიმე დამატებითი რიგი, რის საფუძველზეც მექნება გრადაცია სიმაღლეს შორის. ასე რომ აქ ძალიან ბლომად არის სამუშაო, ძალიან ბლომად იქნება მერე ძაფები დასამალი, აბსოლუტურად ყველა კვადრატიდან მაქვს თითო ძაფი დასამალი. მერე პლუს ნაკერის ხაზებიდან არის დასამალი 2-2, ანუ დაწყება და ბოლო, ასე რომ ძაფები იქნება ბლომად. თვითონ ქსოვის პროცესში, კვადრატის ქსოვის პროცესში აი ამ ძაფებს, რაც მრჩებოდა ფერების შეცვლის დროს ვმალავდი ეგრევე პროცესში, თუმცა ბოლო დეტალი აი ამას არა. და ესენი იქნება დასამალი, ჯამში არის დაახლოებით 60 კვადრატი მეტი თუ არა. არ დამithულია სიმართლე, რომ ვთქვათ, ანუ ვქსოვდი პრინციპით, რომ გაშლილი მქონდა მაგიდაზე თვითონ ფორმა და 2-2 ფენა რო დებულიყო ყველგან ეს კვადრატები. ასე რომ დიდად არ დამithულია, რამდენი ცალი მოვქსოვე ჯამში. ნუ ამას მერე გადავთვლი და მოკლედ ერთი სული მაქვს, ეხლა ეს ყველაფერი დავამთავრო, გავრეცხო და დავრწმუნდე, რომ ყველაფერი არის რიგზე.
ესეთი იყო ეს ჩართვა, რაც მინდოდა რომ გამეზიარებინა, ანუ სახე მაქვს დაღლილი, ეხლა ჯერ დრო არ არის ბევრი მათის ნახევარია, თუმცა უკვე გათიშული სახე მაქვს ამის ქსოვით. და რამეზე სხვაზე თუ არ გადავერთე, მალე უბრალოდ მიმეძინება. ასე რომ, ამას ახლა გვერდზე გადავდებ, პატარა ნიმუშს მოვხსოვ, იმისთვის რომ უკვე ვიცოდე წინასწარ ხვალ რას წავიღებ სამსახურში საქსოვად. პლუს ამას ვუყურებ რაღაცა YouTube-ზე ვიდეოებს და ხალისობ აი ესეთი სახით. მოკლედ, წავედი ახლა და გავაგრძელებ ნიმუშების ქსოვას. კერძად დავიწყებ ნიმუშების ქსოვას. როგორც იქნა დავამთავრე, ეხლა გადანათებულია კამერა, რეალურად არის აი ასეთი ფერის. თუმცა იყოს ესე. და მოკლედ ყველაფერი გავკერე, მოვქსოვე, ჭხირებით დავხურე თვლები. საყელო გავაკეთე, მანჟეტები. ძალიან თამაშობს, ამიტომ ჯობია გადანათებული იყოს და ჩანდეს მაინც რას გაჩვენებთ. მოკლედ, მანჟეტები გავაკეთე. ზურგზე ძალიან საინტერესოდ გავაკეთე, იმიტომ რომ კვადრატებით არის, არ გვაქვს ზურგის ამაღლება, ამიტომ აი ესეთი დეტალი ჩავაქსოვე, რომლის ხარჯზე ზურგის დეტალმა სიმაღლეში მოიმატა და მივიღეთ აი ესეთი ჯემპრი. გარეცხომდე ძალიან უცნაურად გამოიყურება, თუმცა ეხლა ამ ყველაფერს მანქანაში შევაგდებ, გავრეცხავ და როგორც კი გამოვიღებ და დავდებ გასაშრობად, გაგიზიარებთ უკვე დაბლოკილ მდგომარეობაში როგორ გამოიყურება. აი ეს ადგილი ცოტა მაფიქრებს, შეიძლება გარეცხვის მერე თავიდან მომიწიოს მოქსოვა, რადგან თითქოს ძალიან მჭიდრო გამოვიდა, პლუს ამას ძაფი ცოტა დამრჩა, ასე 10 გრამამდე არც კი. და ფიქრობ, თავიდან თუ მომიწია მოქსოვა, 1-2-3 რიგს დავამატებ კიდე. რომ უფრო გრძელი რეზინი იყოს, თუმცა ეხლა ჯერჯერობით აი ესენი და საყელო მანჟეტი ყველაფერი ერთმანეთთან ჰარმონიაშია ზომიდან გამომდინარე. მოკლედ ახლა გავრეცხავ და მივიღებ საბოლოო შედეგს. როგორც ნახეთ, ეს ნივთი არის შესრულებული ორ ტექნიკაში, ყაიზნაღი და ჭხირები. ყაიზნაღით შევასრულე მთლიანად ყველა კვადრატი, რაც იყო გამოყენებული, ხოლო ჭხირებით გავაფორმე საყელო, მანჟეტები და ქვემოთ რეზინი. ქვედა რეზინის გადაკეთება დამჭირდა იქიდან გამომდინარე, რომ მოვქსოვე ძალიან წვრილი ინსტრუმენტით და 4 მმ ჭხირი იყო თუ სწორად მახსოვს და გარეცხვის მერე ძალიან შეიკუმშა და არ გამოვიდა ის ზომა, რაც მე მჭირდებოდა და შეკვეთილი იყო ზუსტად ჩემი ზომა და მომიწია ამ ყველაფრის დარღვევა, თავიდან მოქსოვა და თავიდან რადგან მომიწია მოქსოვა, ბარემ უკვე დარჩენილი ძაფი რაც მქონდა მთლიანად დავამატე სიგრძე, რომ მაქსიმალურად გამეხარჯა არსებული ძაფი. ამ ნივთის საქსოვად გამოვიყენე სულ 3 ძაფის კომბინაცია. ეს არის ლანა გროსას წარმოების ალტამო და ალპაკა ორ ფერში, შავი და გრაფიტისფერი. შავი გამოვიყენე 3 ცალი, ხოლო გრაფიტისფერი გამოვიყენე ჯამში 5 ცალი. ასევე გამოვიყენე როდინა იარნის წარმოების ლუსი, სადაც გვაქვს 45% მოხერი, 45% აბრეშუმი და თუ სწორად მახსოვს 5% მირინოს და 5% სინთეტიკა, ზუსტად არ მახსოვს, ან 10% სინთეტიკა. 190 მეტრი, 50, ხოლო ალტამო და ალპაკაში გვაქვს 50 გრამზე 140 მეტრი და 90% ალპაკა, 5% მირინოს და 5% სინთეტიკური დანამატი. ამ ყველაფერთან ერთად მქონდა ზუსტად 1 გორგალი, თან დანაწყები, ანუ სრული 25 გრამი არ იყო, ბრილინო, რომელმაც ცოტა ესეთი სიბზინვარე დაამატა. მოკლედ, ნამუშევარი გამოვიდა ლამაზი, დამკვეთი დარჩა კმაყოფილი, ზომაზე გვქონდა ეჭვი და შეთანხმებული ვიყავით, რომ თუ ზომა არ გამოდგებოდა, საჩუქრად იყო შეკვეთილი და თუ
არ გამოდგებოდა ისეთი, როგორიც ჩაფიქრებული ჰქონდათ, ანუ გადავაკეთებდით, მაგრამ ერთ კვირაზე მეტი გავიდა, არავინ შემხმიანებია და ვთვლი, რომ ესე იგი ყველაფერი კარგად იყო. შემდეგი ამ შეკვეთის ნაწილი მინდა გაჩვენოთ პროცესში, იმიტომ რომ მეტი დამთავრებული არაფერი აღარ მაქვს. ვიდეოებს ჩაგირთავთ ამ ნამუშევრის, რაც მაქვს კადრები გადაღებული, ან ფონად ჩავრთავ და გაჩვენებთ მე ეხლა რა ეტაპზე ვარ. კიდე ერთი პროექტი იქსოვება ახლა, ეს არის ძაფი Lana Grossa Linissimo, სადაც გვაქვს 50% სელი და 50% ბამბა, 187 მეტრი 50 გრამში და 001 ფერი, ანუ თეთრია, უფრო ხატ-ხატა თეთრი არ არის, უფრო არის off-white, ანუ რძისფერი. აი ესეთი სალფეტკის ვარიანტი იქსოვება, რომელიც რეალურად არის აი ესე თავშლად გამოყენებული. მრგვალი დაწყება აქვს და მერე გადადის ოთხკუთხედ ფორმაზე, აი აქ ჩანს, რომ არის უზორი ანანასები გამოყენებული. სქემა ვერ ვიპოვე, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ ფოტოს მიხედვით მოქსოვას, ჯერჯერობით ვამსგავსებ, თუმცა იმის გამო, რომ აი აქ შეკრულია და ვერ ვიპოვე ფოტო, სადაც გაშლილ მდგომარეობაში იქნება ნაჩვენები, ანუ ზოგიერთ დეტალს ვარაუდით ვქსოვ აქ. და ხვდები, რომ იმის მერე რაც ანანასები დამთავრდება, დაიწყება ფოთლები და ამ ფოთლების ქსოვის პარალელურად უნდა მივცე ოთხკუთხედი ან სამკუთხედი ფორმა, ჯერჯერობით ვერ გავიგე რომელია. იმიტომ რომ წრე აშკარად არ არის, იმიტომ რომ აქ კუთხეა, აი ესენი შესაკრავები, ორი შესაკრავია და აი აქ არის მეორე ფენა გაკეთებული ნაკეცის სახით. აი ეს ნაკეცი ვერ გავიგე არის სამკუთხედი როა მაგიტო თუ ოთხკუთხედი ფორმა არის გადაკეცილი ესე უცნაურად. ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ შევძელი აი ამ ნაკსოვს გავასამკუთხედებ, მაგრამ თუ არ შევძელი, მაშინ ოთხკუთხედ ფორმას მივცემ. ნახოთ რა გამომივა. ჯერჯერობით, საინტერესოა უბრალოდ ცოტა არ იყოს თვალები მეტკინა აი აქ უზორის კითხვით, რომელიც რეალურად არ გვაქვს. თუმცა ვნახოთ, ეხლა აი ეს ამ დეტალს ვქსოვ, აი აქ ბოლოს წინა რიგი მაქვს, რომლის მიხედვითაც აი ეს მონაკვეთი დავიწროვდება და აქ კიდე ნელა-ნელა იწყება თვითონ ანანასის ფორმირება. ძალიან მაინტერესებს რა გამომივა, ეს არის ბოლო შეკვეთა, რომლითაც ჯერჯერობით რაც მაქვს შეკვეთაში არსებული მოსაქსოვი მთავრდება და მექნება შესაძლებლობა დავიწყო ის, რაც მსურს ჩემთვის. ასე რომ ვნახოთ, როგორ გამომივა ეს ყველაფერი. როგორც ნახეთ, მოვქსოვე და დავრღვიე და უბრალოდ მოვქსოვე და მე თავიდან დავიწყე და ეს არის პირველი ვერსიიდან დარჩენილი დეტალი, რომელიც უკვე უახლოვდება დარღვევის ბოლო ეტაპს, ხოლო აქ მაქვს უკვე ახლებული ვერსიით მოქსოვილი, რომელიც არ არის ჯერაც გარეცხილი და არაფერი. აქ დამრჩა დეტალი, რომლის მიხედვითაც უკვე ეს ნაკსოვი უნდა იქცეს სამკუთხედ შალად, თავშლად. ჩავრთავ ფოტოს რეფერენსი, საიდანაც მაქვს აღებული და ზუსტად ანალოგიური უნდა გამომივიდეს საბოლოო ჯამში. ეს არის ბრიტანული ბრენდის დიზაინი. ორიგინალი იყიდება 495 ფუნტად და ახლა ვქსოვ აი ესეთ ნივთს. დიდად არ მიყვარს ესეთი აჟურული ნაკსოვები ყაისნაღით, არ არის ეს ჩემი საყვარელი საქმიანობა, თუმცა რადგან არის შეკვეთილი და თან მიყვარს საკუთარი თავის გამოცდა, გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა. აქ გვაქვს ესეთი ანანასების უზორი და მერე არის დამატებით ფოთლების დეტალები, რომლამდეც ჯერ ვერ მივედი, იმიტომ რომ ზუსტად აი ამ ფოთლების დეტალებმა უნდა გადააკეთოს ეს მრგვალი წრიული ფორმის ნაკსოვის სამკუთხედ ნაკსოვად. და ამისთვის ვიყენებ ძაფს Linissimo, ეს არის Lana Grossa-ს წარმოება 50% ბამბა და 50% სელი და ზუსტად 2 გორგალი, 25 ლარი და 42 თეთრი ღერს, 1 ცალი
და აქ მაქვს ზუსტად 2 ცალი წესით უნდა იყოს სავსებით საკმარისი, იმიტომ რომ აი ეს ირღვევა და იქსოვება ეს წესით. ყველაფერმა კარგად უნდა ჩაიაროს და არ უნდა დამჭირდეს დამატება. მოკლედ, აი ესე ვქსოვ და ყველანაირად იმედს ვიტოვებ, რომ ჩავეტევი ამ ძაფის რაოდენობაში, ესე რომ ვთქვათ, რაც მაქვს გათვლილი. რაც მაქვს გათვლილი. შემდეგი, რაც დავიწყე წინა ვიდეოდან მოყოლებული და არ მიჩვენებია წინა ვიდეოში, მაგრამ წინა ვიდეოში მე თქვენ გაჩვენეთ აი ესეთი ულამაზესი ბაბინა, დარიჩინის ფერი. ეს არის 100% ბატკანი, მილიფილის წარმოება, იტალიური ბრენდი, მქონდა ზუსტად 300 გრამი, 4500 მეტრი ჯამში, ვქსოვ სამწვერში, რაც ნიშნავს, რომ 300 გრამზე მაქვს 1500 მეტრი და პირდაპირ ბაბინიდან ვქსოვ, აქ უკვე არის 150 გრამზე ცოტა მეტი დარჩენილი და ნაქსოვი გამოიყურება აი ასე. აქ მაქვს მოქსოვილი უკვე წინა და უკანა დეტალი, იღლის ჭრილის დაბლა. და დავიწყე მკლავი, მოვქსოვე მოკლე რიგები, გადავანაწილე თვლები და რომ არ დამავიწყდეს მოკლე რიგები როგორ მოვქსოვე და რა ადგილებში, იმიტომ რომ არ ჩავიწერე რა თქმა უნდა, გავწყვიტე ძაფი და მოვქსოვე მეორე მხარესაც ანალოგიურად და ახლა აი ამ მკლავს უკვე დავასრულებ მანჟეტამდე მოვქსოვ, მერე დავუბრუნდები აქეთას, ასევე მოვქსოვ მანჟეტამდე, შემდეგ მოვქსოვ საყელოს და აქ არ ვიცი რამდენად შეამჩნიეთ, მაქვს მრგვალი საყელო, მოვქსოვ საყელოს, შემდგომ მოვქსოვ სიგრძეს სრულად და ანუ რაზეც მეყოფა ეს ძაფი, იმიტომ რომ პარალელურად ვათვალიერებ მაღაზიის საიტზე და ჯერჯერობით არ არის ასორტიმენტში, არ მინდა ახალი ფერის დამატება ამ ნამუშევარში, აქედან გამომდინარე, რა სიგრძის შესაძლებლობასაც მომცემს, იმ სიგრძეს მოვქსოვ და გავითვალისწინებ იმასაც, რომ მექნება მოსაქსოვი ყველაფერთან ერთად პლანკა, რომელიც იქნება იმის მიხედვით გადაწყვეტილი, ანუ ორ ფენას გავაკეთებ თუ უბრალოდ ერთ ფენა რეზინს გავაკეთებ, იმის მიხედვით გადავწყვეტ თუ რამდენი დამრჩება აქ. მკლავების დაწყებამდე მქონდა გამოყენებული ზუსტად 100 გრამი ძაფი და ეს სიგანეში ანუ საკმაოდ კარგად იწელება, ანუ ესეთი მინიატურული არ არის. გარეცხვის მერე როგორ გამოიყურება, ამას პატარა ვიდეოში უკვე ნახავდით, რაც ჩავრთე და ამ ყველაფერს ვქსოვ Knit Pro Basic-ის ჩხირების 3.5 და Knit Pro Mindful-ის კაბელი. უზომოდ სასიამოვნო პროცესია. ერთადერთი პროცესს აფერხებს ის ფაქტი, რომ ბაბინიდან ვქსოვ სამწვერში, არ გადავწყვიტე, რომ არ მინდა ამოხვევა წინასწარ მთლიანი ბაბინის სამწვერში და არ ვნანობ ამას, ანუ ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო იქიდან გამომდინარე, რომ მეტი შანსი მაქვს ვაკონტროლო ძაფის ხარჯი, პლუს ამას სამწვერში ამოხვევის დროს კუსტარულად სახლში, როდესაც ვაკეთებ ამას, გამოდის, რომ რომელიმე წვერი იკეთებს აი ამ ჩამოკიდებულ
დეტალებს, რაც მე ხელით უნდა ვასწორო, მე ეს მთელი ზედმეტი ძაფი გადავიტანო ბოლოსკენ. მოკლედ 1000 პრობლემა მაქვს ხოლმე, რაც არ მინდა. მირჩევნია აი ესე, როგორც ახლა ვქსოვ. აქ მაქვს უზორი გამოყენებული ნაწნავები, რომელსაც გადაჯვარდინებასაც ვაკეთებ ყოველ მერვე რიგში, ხოლო ნაწნავიდან ნაწნავს შორის მაქვს 6 თვალი, 2 უკუღმა, 2 წაღმა და 2 უკუღმა. და ჯამში ჩხირებზე წრეზე გამომივიდა 300 თვალი წინამ, ანუ აი ამ ადგილას, ანუ ტანის არეში, აი აქ მაქვს ჯამში 300 თვალი. რადგან ქსოვის სიმჭიდროვე მაქვს საკმაოდ პატარა. ესეთია ეს პროცესი, რომელზეც ყველაზე აქტიურად მუშაობ ამ ბოლო პერიოდში, დავაპაუზე, ესე რომ ვთქვათ, ეს შეკვეთა. და აქტიურად, იმიტომ რომ გონება არ მომყვება, ანუ არ მიყვარს აჟურული ნაკსოვები. ყაიზნაღით ზოგადად დიდად ყაიზნაღით ქსოვა არ მიყვარს და ეხლა ისე გამოვიდა, რომ ჯემპრიც ყაიზნაღით მოვქსოვე, ესეც ყაიზნაღით იქსოვება და ცოტა არ იყოს დამღალა და ამიტომ გადავწყვიტე, რომ დიდი აქცენტი გამეკეთებია ჩხირებით ქსოვაზე. ეს პროცესები მაქვს, რაზეც აქტიურად მუშაობ და წინა ვიდეოში რაც გაგიზიარეთ, ისინი ყველაფერი არის დაპაუზებული, რაც იქსოვებოდა ჩემთვის არის დაპაუზებული. ერთი ნივთი მქონდა უკვე იმ ვიდეოში დაპაუზებული, იმიტომ რომ დამიმთავრდა ძაფი და არ მქონდა ამოხვეული და ჯერაც არ ამომიხვევია და შესაბამისად ჯერ კიდე პაუზაზეა, თუმცა ყველაზე ისეთი მინუსი, რაც აღმოვაჩინე, რომ დეტალების ქსოვა, ანუ ვიწყებ კონკრეტულ ნივთების ქსოვას და ვიჭედები მკლავის ქსოვაზე. უკვე გამომივიდა, რომ 2 ნივთი მაქვს ერთი და იგივე ეტაპზე გაჩერებული, სადაც არის მკლავის დეტალი მოსაქსოვი და მივხვდი, რომ ყველაზე კარგი ვარიანტია, როგორც აქ მოვიქეცი, რომ ერთი მკლავიც და მეორე მკლავიც პარალელურად, შედარებით პარალელურად მოვქსოვე იმ დეტალამდე, სადაც უკვე ყველა მოკლე რიგი გაკეთებულია, რომ ანატომიურად იჯდეს მკლავი ხრის არეში და მერე უკვე მარტივია გააგრძელოთ სიგრძეში ქსოვა და გააკეთოთ ყველა მოკლებები. ანუ ძირითადი დეტალი არის აი ეს მონაკვეთი, სადაც ამ მოკლე რიგებს რომ ვაკეთებ, მერე დიდი დრო თუ გავიდა მეორე მკლავის მოქსოვამდე, ანუ უკვე მავიწყდება რა ინტერვალი იყო, როგორი სიმჭიდროვით ვქსოვე და ასე შემდეგ, ამიტომ ჯობია რომ იყოს განაწყვეტი ძაფი, თუმცა პარალელურ რეჟიმში ერთზე რო გავაკეთებ ესეთ მნიშვნელოვან დეტალს, გავწყვეტო ძაფი, გავაკეთო მეორეზე და უკვე მეორე მოვქსოვ სრულად, დავუბრუნდე მერე პირველს. ეს პრაქტიკა იყო აქ გამოყენებული და მივხვდი, რომ ესე უფრო მეტია შანსი, რომ ორივე ნივთი, რომელიც მაქვს ზუსტად ერთ და იგივე ეტაპზე დაპაუზებული, საბოლოო ჯამში იქცეს დასრულებულ ნივთებად. შემდეგი, რაზეც მინდა რომ ვისაუბრო, სანამ გადავალ ამ ძაფებზე, რაც აქ მიდევს, არის რომ გავყიდე საქსოვი მანქანა, Toyota მოდელი რა მქონდა სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, მაგრამ გავყიდე და ჯერჯერობით არ მაქვს ნაყიდი ახალი და არც ძიების პროცესში არა ვარ, რადგან ჯერჯერობით მაქვს სხვა პრიორიტეტები, რის გამოც ზუსტად, ანუ ძალიან დიდი დრო მეხარჯება მოკლედ აი ამ ჩემს პრიორიტეტზე, დიდი დრო, დიდი ფინანსები და დიდი ენერგია და ჯერჯერობით არ მაქვს არც ინტერესი იმისი, რომ ვეძებო ახალი მანქანა, რითიც ჩავანაცვლებდი ამ ჩემ გაყიდულს და გადავწყვიტე, რომ დროებით დავაპაუზო მანქანის ყიდვის ამბავი, სანამ ამ ჩემ დაპრიორიტეტებულ საკითხს არ გავიყვან ბოლოში და არ, იმიტომ რომ ზოგიერთი რამ არის, რომ ვიწყებთ და რეალურად ბოლო არ აქვს, ეგეთია ჩემთვის იტალიურის სწავლა, რადგან როდესაც დავიწყე იტალიურის სწავლა, ვიცოდი, რომ ეს არის იყო რაღაცა სამთვიანი პროცესი, რომელსაც 3 თვის თავზე იტყვი, რომ всё, მე იტალიური ვიცი და მეტი მასწავლებელი აღარ მჭირდება. ეს არის საკმაოდ გრძელი პროცესი. ახლა რითიც ვარ დაკავებული, ეს არის ხანმოკლე პროცესი, რაღაც კონკრეტული პერიოდი უნდა დაახარჯო და ბოლოში დაინახავ შედეგს და ეს შედეგი იმდენად მამოტივირებს ამ ეტაპზე, რომ უკვე შეიძლება ითქვას, რომ დეკემბერი, იანვარი და თებერვალი სრულად დამჭირდება ამ საკითხზე. იმედი მაქვს, რომ თებერვალში დავამთავრებ, თუ არა და მომიწევს გადადება აი ამ პროცესის. მოკლედ,
როგორც კი ბოლოში გავალ აუცილებლად გაგიზიარებთ ეს არ არის რამე ინტრიგა ისეთი სერიოზული, უბრალოდ მინდა რომ უკვე რაღაც შედეგი მქონდეს და როგორც კი ამ შედეგს დავდებ, მე უკვე გაგიზიარებთ ზოგადად რა როგორ ხდება ამ სფეროში და რა მხელა თანხებს მოითხოვს. შემდეგ რაზეც მინდა რომ ვისაუბრო, ეს არის წინა ვიდეოში თქვი რომ მინდა გავაკეთო მეთქი დაწყების კვირეული, რაც რა თქმა უნდა ვერ გავაკეთე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ უარი ვთქვი ამ პროექტზე, აუცილებლად მინდა რომ გავაკეთო, თუმცა როგორც ხვდები და როგორც ვაკვირდები ჩემს დროს, ჩემს მდგომარეობას, ანუ არ მეცლება ამ ყველაფრისთვის თებერვლის ბოლომდე. თებერვლის ბოლოს კიდე უკვე რამდენად აქტუალური იქნება ზამთრის ნივთები, არ ვიცი, თუმცა ჩემ შემთხვევაში ეს ნივთები იქნება აქტუალური მუდამ, იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც ამ სეზონზე ვერ მოვასწროთ ჩაცმა რის მოქსოვასაც ვაპირებ, ანუ მომავალ წელს უკვე მზად იქნება, როდესაც დადგება სეზონი, უკვე იქნება მზად ეს ყველაფერი და შევძლებთ ამ ყველაფრის გამოყენებას. ასე რომ დიდად დანაკლისს ვერ გვგზნობ იმაში, რომ მანამდე ვერ გავაკეთე და მიწევს სიტყვაზე მარტის დასაწყისისთვის გადადება ამ ფაქტის. ასევე ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილება რაც მოხდა, იყო ის, რომ გადავწყვიტე, რომ მოსწავლეების მიღება განვაახლო უკვე სახლის პირობებში. მანამდე სანამ სახელოსნოს აქტიურად ვიყენებდით მაღაზია სახელოსნოს, ანუ იქ ვღებულობდი ხოლმე და ახლა მინდა რომ სახლის პირობებში მივიღო, ანუ მაძლევს სიტუაცია სახლში მაგის შესაძლებლობას და მყავს უკვე მოსწავლე, რომელსაც ვამეცადინებ სახლში. შესაბამისად, თუ ვინმე ყავთ, ვისაც აინტერესებს ეს თემა, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ. ვიდეოს ქვეშ ყოველთვის არის ხოლმე ჩემი ტელეგრამი, ჩემი ინსტაგრამი, ტიკტოკი, სადაც შეგიძლიათ რომ პირად შეტყობინებებში დამიკავშირდეთ. შემდეგი დახურული ჯგუფების იდეა, ჯერჯერობით არაფერი ახალი იდეა არ მაქვს, რისი გაკეთება შეიძლება, ზუსტად აი ამ დროის არქონის გამო. ახლა გადავალ თემაზე, რაც არის ახალი ძაფები და ახალი პროექტები, რაც მაქვს დასაწყისი. ახალი ძაფები მაქვს სულ 200 გრამი, რომელიც მაჩუკა ჩემმა მოსწავლემ და ეს ყველაფერი გამოიყურება აი ასე. ეს არის Lana Gato Baby Alpaca 70, სადაც ჩვენ გვაქვს 70% ალპაკა, ესეთი ულამაზესი ფერია. კოდი არის 9469. აქ გვაქვს შემადგენლობა შემდეგი 70% Baby Alpaca და 30% შალი. მეტრაჟი გვაქვს 50 გრამში 125 მეტრი. მაქვს 4 ცალი, ანუ 200 გრამი. 200 გრამი სავსებით საკმარისია Sophie Hood-ის მოსაქსოვად და ვფიქრობ, რომ ზუსტად ამისთვის გამოვიყენებ. ფერი ულამაზესია, სახისგანთან ძალიან მომწონს ესეთი ფერები და ამ ძაფს ვაქცევ Sophie Hood-ად. ჩემი წინა Sophie Hood-ი აქტიურ მოხმარებაშია, უბრალოდ ჩემსაში არა, ანუ ვაჩუქე ჩემთვის ძვირფას ადამიანს, იყენებს აქტიურად, მიგზავნის ხოლმე ფოტოებს ზამთარში, ამინდებში და ქარიან ამინდებში რა კარგად ადგება, რაც მე ძალიან მახარებს. შემდეგი ეს არის 100% ქაშმირი, Biaggioli Modestas წარმოება, სადაც გვაქვს 100 გრამზე 1450 მეტრი, მე მაქვს აქ 50 გრამი 2 წვერში, რაც არის ჯამში 725 მეტრი და ეს 725 მეტრი არის საკმარისი წესით იმისთვის, რომ მოგსოვო თხელი წინდები, ძილის წინდები. ეს არის შეკვეთა, რომელიც არის გასაკეთებელი. ფეხის ზომა არის დაახლოებით 44-45, მაგრამ წინდა რაც მომიტანეს, იქ არ იკითხება ზომა, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ უკვე ფორმა დაკარგულია, თუმცა დაახლოებით სანტიმეტრებში ვივარაუდე, რომ ეს არის 44 ზომა წინდა და აი ესეთი ძაფით უნდა ვიმუშაო. ჭხირებს ვფიქრობ, რომ გამოვიყენებ ალბათ 3 მმ-ს. ვცადე სამსახურში ამ ყველაფრის დაწყება, თუმცა მივხვდი, რომ ჯერჯერობით არ მაქვს ამის განწყობა, ანუ ისევ შავი შეკვეთა.
დიდი სურვილი არ მქონდა, მინდა მანამდე რაიმე ფერადი დავამთავრო და მერე დავიწყო ეს ნივთი. დიდი ალბათობით 2 დღის თავზე უკვე ამ ნივთის დაწყება იქნება გადაუდებელი აუცილებლობა, იქნება გამომდინარე, რომ შეკვეთაა და იმაზე მე დიდხანს ვერ გავწელა, ვიდრე ეს ლოგიკური ვადაა. და 2 დღის თავზე აუცილებლად მომიწევს ამ ნივთის დაწყება. იმედი მაქვს, რომ ამ 2 დღეს დავუთმობ რაიმე სხვა ბევრად უფრო ფერადი ნივთის ქსოვას. ჯერჯერობით რისი გაზიარებაც მსურდა, სულ ეს არის. იმედი მაქვს ისე ამოვნეთ ჩემთან გატარებული დროით. გამოიწერთ ჩემს არხს და კომენტარებთ I am smiles, აქეთ დავდებ I am smiles. თუ ამ ვიდეოს უყურეთ ამ ეტაპამდე და დარჩებით ჩემთან ერთად, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეო. ახლა დაგემშვიდობებით, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, წარმატებას და მაქსიმალურად ბევრ დროს და ენერგიას საყვარელი საქმიანობისთვის, ჩვენ კი შევხვდებით უკვე მომავალ ვიდეოში. ასე რომ, ნახვამდის.